ირკვევა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგარინის პოლიციაში მიმდინარეობდა გამოკითხვების სერია, გამოიკითხნენ ის ადამიანები, ვინც საკუთარი თვალით ნახეს სასტიკი ანგარიშწორება, ის ფაქტი, როდესაც 5 არასრულწლოვანი კურიერს ფიზიკურად უსწორდებოდა. ჩატარდა ასევე საგამოძიებო მოქმედებები სუპერმარკეტ სპარში, ამოღებულია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, როგორც მოწმეები განმარტავენ, მათ ნახეს, როგორ გაუსწორდა 5 არასრულწლოვანი ფიზიკურად კურიერს დახმარებას ითხოვდა, თავად კურიერი და მოწმეებმა გამოიძახეს ადგილზე საპატრულო პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა კურიერი, მას სახის არეში ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, შესაბამისად საჭირო გახდა, რომ ის კლინიკაში გადაიყვანათ. რამდენიმე გამოკითხვა უკვე არის ჩატარებული, თუმცა ამ დრომდე უცნობია მოახერხეს თუ არა რომელიმე არასრულწლოვნის იდენტიფიცირება ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა. გამორბოდა გლობოს თანამშრომელი აი ამ ჩიხიდან და მიშველეთ პოლიციას დაურეკეთო. თავზე ქონდა სისხლი და ცხვირზე. და რა მოხდა თქო და არასრულწლოვნები დამესხა თავს და მცემესო. გაიქცნენ, რა ვიცი, იქეთ გამოდენ ბავშვები, არ ვიცი ადამიანებს ვინ იყო ნახეთ. 5 თუ 6 იყვნენ, არ ძალიან ბევრი იყვნენ, იქეთ გაიქცნენ. შეკვეთა მიმქონდაო და მაგ დროს ურეკავდიო და ჩამოსულიყვნენ თუ რაღაც არ ვიცი და მითხრეს რომ ვის ურეკაო პოლიციასო და მცემესო. და არაფერი არ ვთქვათ და ეჭვი ქონდათ, რომ ეს ბიჭი ურეკავდა პოლიციას და ამიტომ ეჭვი ქონდათ, რომ პოლიციას ურეკავდიო, ისე იძახდა. ცემეს მაგიტოვო, მე ვიდეოს მიღებდნენო თუ რაღაცას და ცემის დროს? ცემის დროსო ვიდეოს მიღებდნენ და მე მეც მოვღებდიო ვიდეოსო და ტელეფონი წამართვესო, გაიქცნენო და ის ტელეფონი არ ვიცი აქ დაუგდეს სადღაც. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დავით დვალიშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა როგორც უფლებადამცველი განმარტავს, საჭირო იყო მისი კლინიკაში დატოვება, ამის მიუხედავად კი უფლებადამცველის განმარტებით ის კლინიკიდან გაწერეს, მკურნალობას ისახლა საცხოვრებელ სახლში განაგრძობს, ამ დროისთვის უცნობია მოახერხეს თუ არა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა რომელიმე არასრულწლოვნის იდენტიფიცირება ან მათი გამოკითხვა, რადგან როგორც უფლებადამცველი განმარტავს, 5 არასრულწლოვანი სასტიკ ანგარიშწორებაში იღებდა მონაწილეობას.